გადმოცემის თანახმად ქრისტიანობის საქადაგებლად დედა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში საქართველოში წმინდა ნინო შეარჩია. ის ახალგაზრდა ქალს ძილში გამოეცხადა და უთხრა: "წარვედ ქვეყანად ჩრდილოეთისა და უქადაგე სახარებაი ძისა ჩემისაი და პოშენი მადლი წინაშე ღმრთისა და მე ვიყო მფარველი და ხელის მყრობელი შენი." ნინომ შიშით უპასუხა: "ამას როგორ შევძლებ დედოფალო? უსწავლელი და სუსტი ვარ. რა სასწაული შემაძლებინებს ამ დიდ საქმეს?" მაშინ წმინდა მარიამმა ვაზის რტოსგან შეკრული ჯვარი ჩაუდო ხელში და უთხრა: "ესე იყოს მცველი შენი და ამით ზლო ყოველთა წინააღ მდგომთა შენთა და წარე მართოს ქადაგებაი შენი და მე ვიყო შენთანა და არა დაგიტეო შენ." ამ სიზმრისგან გამოღვიძებულმა ნინომ იხილა, რომ ხელში მართლაც ვაზის ჯვარი ეჭირა. ამან საბოლოოდ განუმტკიცა რწმენა, რომ ეს მისი მისია იყო და კაბადოკიელი ქალი ამ მისიის აღსასრულებლად საქართველოსკენ დაიძრა. წმინდა ნინო მამით კაბადოკიელი იყო. კაბადოკია მცირე აზიის ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი მხარე, იმხანად შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. დედა კი კოლასელი ჰყავდა. კოლასი ქალაქი მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია. როდესაც ნინო 12 წლისა გახდა, მისმა ღვთისმოშიშმა მშობლებმა გაყიდეს თავიანთი ქონება, დაურიგეს ღატაკებს, ღმერთს მიანდეს ზრუნვა თავიანთი ასულისათვის და მონაზნურ ცხოვრებას შეუდგნენ. ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ წმინდა ნინომ მიიღო კურთხევა, პირჯვარი გადაიწერა და დავალების შესასრულებლად ქართლისკენ გამოემართა. ეფესოში შეხვდა წარჩინებულ ქალს რიფსიმეს და მის გამზრდელს გაიანეს, რომელთაც ქრისტიანობა უკადაგა. ამის შემდეგ ნინომ, რიფსიმემ და გაიანემ გზა ერთად განაგრძეს. მიადგნენ სომხეთს, სადაც რიფსიმე და გაიანე ეწამნენ ქრისტესათვის სომეხ და მეფის თრდატის მიერ. გაზაფხული იდგა, ვარდი და ნუში ყვაოდა. ნინომ გაქცევა მოასწრო და ვარდის ბუჩქებში დაიმალა. ხედავდა, როგორ აწამებდნენ რიფსიმეს და გაიანეს. წამების ბოლო წუთებში ნინომ იხილა სურნელოვანი კვამლი, რომელმაც ცადაფარა. წამებულთა სულები კი ანგელოზთა დასს შეუერთდნენ. იგინი იმარტულნეს, ხოლო მე დავშთი ეკალთა შინავარდისათა, აღმოხდა ნინოს. ამ დროს ხმა მოესმა, შენც ასევე გარდაიცვლები. ეკალი, რომელიც შენს გარშემოა, შენ მიერვე იქცევა ვარდის სურნელოვან ფურცლებად. ადექი და წადი აღმოსავლეთით. ამ ხმით ნინოს მომავალი ეუწყა. მას წარმართობის ეკალი უნდა გაენადგურებინა და ის ვარდის სურნელოვან ფურცლებად. ქრისტიანულ სიტყვად ექცია. ზაფხულში წმინდა ნინო ჯავახეთის მთებს მოადგა. იგი ფარავნის ტბასთან 2 დღით გაჩერდა. მეთევზეები თევზით გაუმასპინძლდნენ. იქვე მწყემსები ცხვრის ფარას და ძროხების ნახირს მწყემსავდნენ. ნინომ მათ ვინაობა და სადაურობა გამოჰკითხა. ზოგმა უთხრა, ჩვენ დიდი მცხეთის მკვიდრნი ვართ, იქ ღმერთები ღმერთობენ და მეფენი მეფობენო. ნინომ მცხეთის ხსენება ძლიერ გაახარა და გაამხნევა. მიხვდა, რომ უმძიმესი გზა უკან მოეტოვებინა და აღთქმულ მიწასთან უკვე ახლოს იყო. ის გაჰყვა მდინარე მტკვრის ნაპირს, რომელიც დასავლეთისაკენ მიედინებოდა. ძნელ გზაზე უხდებოდა ნინოს სიარული. დიდი შიში და გასაჭირი ნახა მხეცთა გამო. ბოლოს მიადგა იმ ადგილს, საიდანაც მდინარემ აღმოსავლეთით იწყო დინება. ნინო მიხვდა, რომ ქართლს მიუახლოვდა. ის ქართლისაკენ მიმავალ მგზავრებს შეუერთდა და ასე მიადგა ქალაქ ურბნის. იქ იხილა უცხოერი, უცხო ღმერთთა მსახურნი. ისინი თაყვანს სცემდნენ ცეცხლს, ქვებს და ხეებს. ერთ დღეს უამრავი ხალხი დაიძრა სატახტო ქალაქ მცხეთისაკენ. ისინი ურბნისიდან მცხეთაში თავიანთი კერპების თაყვანსაცემად მიდიოდნენ. ნინოც ამ ხალხს გაჰყვა. მცხეთაში ჩასვლის მეორე დღესვე ჩაჰყვირეს საყვირებს. მრავალფეროვან საზეიმო სამოში გამოწყობილმა ხალხმა დაიწყო სვლა ქალაქიდან. მცირე ხნის შემდეგ მათ გზა ნანა დედოფალს გაუთავისუფლეს. ქუჩები ყვავილებით და სხვადასხვა მოსართავით იყო შემკული. გამობრძანდა მირიან მეფე. გაისმა სიმიანის საკრავების, ქნარის და ებნის ხმა. ირგვლივ ისმოდა სიმღერა. ნინო გაოცებული შესქეროდა მირიან მეფესა და მის ერს.
ყველაზე მეტად კი ის კერპებმა შეაძრწუნა. არმაზის მთაზე იდგა ერთი სპილენძის კაცის ქანდაკება, ტანზე ოქროს ჯაჭვის პერანგი ეცვა. ერთი თვალი ბივრიტისა, ანუ ზურმუხტისა ჰქონდა, მეორე კი იაგუნდის. ამ კერპს ერქვა გაცი. მის მარცხნივ იდგა ვერცხლის კაცის კერპი სახელად გაიმი. ნინომ ხელი ზეცისკენ აღაპყრო და ცრემლით შეევედრა უფალს. უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აჩვენე ძლიერება შენი და ჰყავს სასწაული, რაითა იხილონ ერთა ამათ მაცხოვარება შენი და შენ მხოლოი გიცნან და ღმერთად ჭეშმარიტად და შენ და მხოლოისა შეწირონ დიდებაი და თაყვანისცემაი. როგორც კი ლოცვა დაასრულა, მაშინვე გამოჩნდა დასავლეთის მხრიდან საავდრო შავი ღრუბელი. დაჰქროლა ქარმა, ამოვარდა ქარიშხალი, გაისმა ქუხილის შემზარავი ხმა, ატყდა შემაძრწუნებელი მეხთა ტეხა. მეფე, მთავრები, ხალხი შეძრწუნებულნი გაიქცნენ თავიანთი სასახლეებისაკენ. ისე გარბოდნენ, რომ ერთმანეთს თელავდნენ. კერპებს თავს დაატყდა საოცარი სეტყვა და სრულიად შემოსრა ისინი. შემდეგ მყუდროებამ დაისადგურა. ჰაერი გაიწმინდა. ნინო იქვე იყო, მაგრამ მას სეტყვის ერთი მარცვალიც არ დასცემია. შემდეგ ქალაქიდან გამოვიდა ხალხი თავიანთი კერპების სანახავად, მაგრამ მათ კვალსაც ვერ მიაგნეს. ისინი გაოცებულნი შესქეროდნენ ერთმანეთს. წმინდა ნინო მიპოვა გაცის ბივრიტის თვალი. აიღო და წაიღო თავის სადგომში, მაყლოვანში, რომელიც ხარობდა მეფის სამოთხეში. დღეს ეს ადგილი სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზეა, სადაც დაკრძალულია პირველი ქრისტიანი მეფე დედოფალი მირიანი და ნანა. ნინო მაყლოვანში დღე-დაღამ ლოცულობდა. აქ ცხოვრობდა 6 წლის მანძილზე და ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს. ნინოს მოღვაწეობის ამბავი აცნობეს ნანა დედოფალს, რომელიც მძიმე სენით იყო შეპყრობილი. ნანა დედოფალმა არად ჩააგდო სამეფო დიდება, თავი დაიმცირა და მივიდა წმინდა ნინოსთან სამკურნალოდ. ნეტარმა ნინო მიილოცა და სენისაგან სავსებით განკურნებული დედოფალი სასახლეში გაისტუმრა. ნანა დედოფალმა დიდძალი გასამრჯელო, ოქრო ვერცხლი, სამოსი და სამკაული მიართვა თავის მკურნალს. ნინომ კი უთხრა, ეს ყველაფერი ჩემთვის გამოუსადეგარი ნივთებია. პატივსა და დიდებას ზეცისგან მოველი. ჩემს გასამრჯელოდ კი ისიც კი იკმარებს თუ თქვენ ღვთისმსახურებას შეუდგებითო. შემდეგ ნინომ ნანა დედოფალს მოუთხრო დედამიწაზე ჩვენს მხსნელად მოსული ღვთის, ქრისტე მაცხოვრის განკაცების, ჯვარცმის, აღდგომისა და ზეცაში ამაღლების ამბავი. დედოფალი ნანა სხვა წარჩინებულ სეფექალებთან ერთად დაემოწაფა ნინოს. ქადაგებდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მირიან მეფეს ეგონა, რომ ნინოს ავადმყოფთა განკურნებელ ძალას კერპები ანიჭებდნენ. ნეტარი ნინო კი ამბობდა, ამ ქალაქში მცხეთაში არის კვართი ჩვენი მაცხოვრისა, იესო ქრისტესი და ამიტომ ხდება სნეულთა სასწაულებრივი განკურნებაო. მცირე ხნის შემდეგ ნინომ განკურნა ნანა დედოფლის ბიძა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ავადმყოფობდა. ერთ დღეს მირიან მეფე სანადიროდ წავიდა. ზაფხული იყო. მეფე მუხრანისკენ ნადირობდა და თხოთის მთაზე ავიდა. ღვთისნებით მირიანს თვალთ დაუბნელდა, წყდიადმა მოიცვა. მეფე მუხმომსახურებს და მთავრებს და ჰკითხა, თვალთ დამიბნელდა, თქვენ თუ ხედავთ ნათელსო? მათ უპასუხეს, ჩვენ ბრწყინვალედ ვხედავთ მზის ნათელსო. მირიანმა მსახურებს და მთავრებს უბრძანა, ევედრეთ ზადენს და არმას, სთხოვეთ დამიბრუნოს თვალისჩინიო. მეფის მსახურნი ერთხმად უხმობდნენ კერპებს და მისთვის შემწეობას სთხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მირიანს გონება გაუნათდა. მან ხმამაღლა თქვა, ღმერთო ნინო ისაო, განმინათლე სიბნელე ესე და გამომიბრწყინვე მე ნათელი. რაი თუ აღვიარო სახელი შენი წმინდაი და გადიდებდე შენ. ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, ყოვლად სახიერმა და მოწყალე ღმერთმა გამოაბრწყინა ნათელი და მაშინვე გაათავისუფლა მირიანი სიბნელისაგან. გახარებულმა და მადლიერმა მირიანმა სწრაფად აღმართა ხელი აღმოსავლეთისაკენ და უფალს შეღაღადა. ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი, შენ ხარ ღმერთი ღმერთაი და თაყვანის მცემ პატიოსანსა ჯვარსა შენსა. ამის შემდეგ მირიანი დაბრუნდა სატახტო ქალაქ მცხეთაში. გახარებული ერი მიეგება მას, მათ შორის იყო ნანა დედოფალიც.
თხოთის მთაზე მომხდარი სასწაულის შემდეგ მირიან მეფემ აღიარა ქრისტეს სარწმუნოება. ის ევედრებოდა ნინოს ეჩვენებინა ნიმუში თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეკლესია და ქართველი ერი შეუდგა ტაძრის მშენებლობას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მათ ნინომ მისცა. მირიან მეფემ ბრძანა აეშენებინათ ტაძარი იქ, სადაც იდგა საკვირველი კვიპაროსის ხე. დღეს ამ ადგილას დგას მე-11 საუკუნის ძეგლი სვეტი ცხოველი. ეს მშვენიერი კვიპაროსის ხე აღმოცენდა იმ ადგილას, სადაც დაიმარხა უფალი იესო ქრისტეს კვართი, რომელიც უფლის ჯვარცმის შემდეგ წილად ხვდა ელიოს, განათლებულ და ჭკვიან კაცს, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა გაგზავნეს იერუსალიმში. ტაძრის აშენება რომ გადაწყვიტეს, მოკვეთეს კვიპაროსის ხე. მან საოცარი სურნელი გამოსცა. ეს ხე მოამზადეს შენობის სვეტად, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრეს. ღამით შინ დაბრუნდნენ გაოცებულნი და გულდაწყვეტილნი. ნეტარმა ნინომ კი მთელი ღამე ილოცა სვეტის შორი ახლოს. მან იხილა ნათლით შემოსილი ჭაბუკი, უფლის ანგელოზი, რომელმაც ის ძელი აღმართა. სვეტი გამოსცემდა ბრწყინვალებას და საამო სურნელს. ამ ამბის შემდეგ უფლის შიშმა და უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა მეფე. ქალაქის მოსახლეობა ყველანი ადიდებდნენ ნინოს საკვირველ მოქმედ ღმერთს. იმ დღიდან მოყოლებული უამრავი სასწაული ხდებოდა და ხდება დღემდე. გასრულდა წმინდა ტაძრის მშენებლობა. მირიან მეფემ გაგზავნა საბერძნეთში მოციქულები და ითხოვა მოძღვრები და ღვთისმსახურების მასწავლებლები. ამის შემდეგ ქრისტიანად მოინათლნენ მირიან მეფე და ნანა დედოფალი შვილითურთ. მათთან ერთად მოინათლნენ მთავრები, მცხეთის მაცხოვრებლები. ნეტარი ნინო ავიდა მცხეთის პირდაპირ მდებარე მთაზე, არაგვის პირას, სადაც დღეს დგას ჯვრის ეკლესია. იმ კლდის ძირში წმინდა ნინოს ლოცვით ამოჩქეფა წყალმა, რომელიც დღემდე მოედინება. წმინდა ნინომ ყველას უქადაგა ქრისტიანობა, დამკვიდრდა ბოდბეში. გადმოცემის თანახმად სწორედ აქ არის დაკრძალული წმინდა ნინო. მის საფლავზე გაშენდა სამონასტრო კომპლექსი ბოდბის დედათა მონასტერი. ნინომ ქრისტიანად მოაქცია კახეთის დედოფალი სუჯი. ასე სრულყო ჭეშმარიტების ქადაგება და ცხოვრების გზა ღირსეულად გაიარა წმინდა ნინომ. სული წმინდა მას შთააგონა, რომ უნდა დაეტოვებინა წუთისოფელი და წარმდგარიყო უფალთან. ნინომ წერილი მისწერა მეფეს და მისცა კახეთის დედოფალს სუჯის. მეფეო, შენი მეფობის ჟამს მოხედა ღმერთმა ამ ქვეყანას. ურწმუნოების სიბნელისაგან იხსნა იგი. ახლა კი მოვიდა დრო ჩემი დღის დასრულებისა, ჩემი მზის დაბნელებისა. ამით დღეს და მზეს კი არ შეეცვლებათ წესი, არამედ მე ვუღამდები დღეს, გარდავიცვლები. იგი კი მარადჟამს იქნება, ყველაზე დიდებული და კურთხეული წმინდა სამება. ამინ. წმინდა ნინომ თავისი ნაღვაწი ღვთისმშობელს შეავედრა და სიკეთით აღსილმა მიიძინა. ნამდვილად ისე მოხდა მისი გარდაცვალება, როგორც წინასწარ ეუწყა. ეკალი, რომელიც მის გარშემო იყო, მის მიერვე სურნელოვანი ვარდის ფურცლებად იქცა, კერპთახვანის მცემლობა ქრისტიანობით შეიცვალა. ნინო დიდი პატივით დაკრძალეს. მის სამარხზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო. ეს ადგილი დღემდე ქართველთა და ქრისტიანთა უსაყვარლესი და უძვირფასესი ადგილია. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ. გამოიწერეთ კარდუს გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.